ზუსტად ტელემაყურებლებო პირდაპირ ეთერში ჩვენ კიდევ ერთხელ სიამოვნებით მივესალმებით ყველა იმ ტელემაყურებელს, ვინც ახლა გადმორთო ჩვენ ახსე ან ახლა შემოგვიერთდა. მართლმადიდებლური დაშვებით აზროვნების ჩვეულებრივი ფორმების გარდა იგულისხმება ლოგიკური, სივრცითი და ხატოვანი, გამოიყოფა მისი სულიერი, შინაგანი მხარეც. სწორედ აი ამ სულიერ შინაგან მხარეზე გვინდა დღეს ვისაუბროთ, ანუ სულიერ აზროვნებაზე და სულიერ განსჯაზე, ნარიყავას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვართან დეკანოს გიორგი თევდორაშვილთან. მოგესალმებით, მამაო გიორგი, დაგვიცით. მოითხოვ ყველა დაგვიცით. მამაო გიორგი, მოდით ჩვენ საუბარი დავიწყოთ იმით, ბუნდოვანი ვარ იყოს თუ რაზე უნდა ვისაუბროთ. აი რა იგულისხმება იმ სიტყვების ქვეშ, რომელიც მე ვახსენე, ანუ სულიერი განსჯა და სულიერი აზროვნება. ანტონი დიდმა ერთხელ უდაბნოში თავისი სულიერი მეგობრები, სულიერი შვილები შემოიკრიბა, მოიწვია სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მოღვაწე მამები და თელი ღამე გაატარეს მათ საუბარში. და ანტონი დიდი ეკითხება მათ, რა არის მოღვაწესთვის, ანუ ქრისტიანისთვის ყველაზე მთავარი სულიერ ცხოვრებაში, რომ მან თავი დააღწიოს ხიბლს და ეშმაკის მანქანებას. ზოგმა მოძღვარმა დაასახელა სიყვარული, ზოგმა რწმენა, ზოგმა მოღვაწეობა, ლოცვა, მარხვა და ასე შემდეგ. ყველას როცა მოусმინდა ანტონი დიდმა შემდგომში ბრძანა. ეს ყველაფერი კარგია, მამებო, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არის სულიერი განსჯა. შეიძლება ადამიანს რწმენა ჰქონდეს, მაგრამ ის იყოს დამახინჯებული რწმენა. შეიძლება ადამიანი იყოს მარხვაში, მაგრამ მისი მარხვა იყოს დამახინჯებული. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სიყვარული, მაგრამ არასწორი იყოს მისი სიყვარული. ანუ სულიერი განსჯით ადამიანის რწმენა, ადამიანის სიყვარული, მისი მოღვაწეობა უკვე სწორ ფორმას იღებს. დავით მეფსალმონე ასე მიმართავს 50-ე ფსალმუნში უფალს დაეცხნენ მარცხენით შენით ათასეული, ხოლო ბევრეული მარჯვენით შენის. ეს რას ნიშნავს? ანუ მარცხენით არის ის ხალხი, ვინც არ მოღვაწეობს, არ ლოცულობს, მაგრამ მათი დაცემა უფრო ნაკლები რაოდენობით არის და ბევრეული ნიშნავს 10,000. ანუ გაცილებით მეტი დაეცემა მარჯვნივ, ვინც ლოცულობს, მაგრამ არ ლოცულობს სწორად, ვინც მარხულობს, მაგრამ არ მარხულობს სწორად. ანუ კი არის მარჯვენით მამისა, კი არის სარწმუნოებაში, მაგრამ მისი მოღვაწეობა არის განურჩეული, არის აზროვნებას მოკლებული და იქით უფრო ბევრი დაეცემა, ვისაც გონია რომ დგა. აი პავლე მოციქული ხშირად შეახსენებს ეკლესიას, რომ ვისაც გონიათ რომ დგეხართ, ნახეთ რომ დაცემულები არ აღმოჩნდეთ. ვისაც გონიათ რომ შემოსილები ხართ, ნახეთ რომ შიშვლები არ აღმოჩნდეთ. ძალიან საინტერესოა, რომ ადამიანს გონია რომ მართალია, რომ მართლმადიდებელია, ეკლესიურია, აი ისინი უფრო ხშირად ცდებიან, თუ ისინი არ იქნებიან სულიერ განსჯაში და ასე თქვათ არ შეამოწმებენ საკუთარ სულიერ ცხოვრებას. ნახეთ პავლე მოციქული რას გვასწავლის, როცა განრისხდებით, მზენუ ჩავა თქვენს თავზე. ეს რას ნიშნავს? როცა ადამიანი გარკვეულად გაბრაზდება, განრისხდება, მზე არ უნდა ჩავიდეს, ანუ მან აზროვნება არ უნდა დაკარგოს და სანამ მზე ჩავა, მანამდე უნდა შეურიგდეს თავის, ასე ვთქვათ, მტერს და მოწინააღმდეგეს. როცა განრისხებაში ხარ, გაბრაზებული ხარ, რაღაც მხარებაში ხარ, განსაცდელში ხარ, აზროვნების უნარი არ უნდა დაკარგო. ნახეთ ასამოს რუსთაველი, თავი კაცსა ვის მოუკლავს, სიკვდილამდის მეცნიერს, რამე სჭიდეს მაშინ უნდა გონებანი გონიერსა. ჭკუა უხმარია, ბრიყვთათვის ჭკუა ცოდნით მოიხმარების. შეიძლება შენ იცი ეს ყველაფერი, საეკლესიო სწავლება, მამათა დარიგება, მაგრამ ამ დროს როცა გიჭირს, მაშინ ასე ვთქვათ, ყველაფერი გავიწდება და აღარ იცი რა მოიმოქმედო. აი ყველაფერი მაშინ გჭირდება ეს სულიერი განსჯა, როცა გარკვეული განსაცდელია, როცა გარკვეული მწუხარება, რაღაც პრობლემები გაქვს. მაგრამ თუნდაც მაშინ გავიწდება სამწუხაროდ ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ, მაშინ გჭირდება რა ჩვენი გონება უნდა იყოს განწმენდილი. აი ესე ამოვიკითხოთ ძველ აღთქმაში, მე სპეციალურად ბუხლები ამოვწერე, რათა უფრო საცნაური იყოს ჩვენთვის. ჯერ იგავი სოლომონის, რომელს არ აქვს განკარგვა, ეს განკარგვა ძველ ქართულად არის განსჯა, დაცვიდეს ვითარცა ფურცელი. ნახეთ, თუ ადამიანი ეს განსჯა არ აქვს სულიერი, როგორც ყვავის ფურცლები ჩამოსვიდა ფოთლები, ასე დაემართება იმ ადამიანს. ასევე ფსალმუნი 118 ფსალმუნის 105 მუხლი. სამთელას ფეხთა ჩემთა ჯული შენი და ნათელ ალაგთა შენთა. ანუ ფეხთა ჩემთა ეს არის მოღვაწეობა, ალაგთა შენთა ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება და ნათელ, ანუ ნათელი უნდა იყოს შენი სარწმუნოება, როცა შენ მოღვაწეობ და როცა შენ გარკვეულ ღვაწში ხარ და ყველაზე საინტერესო ეს არის იგივე ფსალმუნი 52-ის 13 თავი, კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ხო, მიევსგავსა პირუტყთა უგუნურთა. ეს სიტყვები შეიძლება ძველ აღთქმაში იმ ხალხს მიუსადაგოთ, ვისაც გამორჩეულები
მდგომარეობა ქონდა, ეს იყო ებრაელიები და განსაკუთრებით ეს სიტყვები შეიძლება, ესე ვთქვათ, განსაკუთრებით შეეხოს სოდომ გომორელებს. ანუ ეს იყო ხალხი, რომელიც ყველაზე ნაყოფიერ მიწაზე ცხოვრობდა, მათ გარკვეული პური და ღვინო საკმაოდ ჰქონდათ და გარყვნილებას და უმსგავსებას მიეცა ეს ხალხი. და იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს ერზეც, რომელიც განსაკუთრებულ ქვეყანაში ცხოვრობთ მართლა, ლამაზია ჩვენი ქვეყანა, დიდარია ბუნებით და ჩვენ ხშირად გვავიწყდება განშის უნარი და თუ კარგად გადავავლევთ თვალს ჩვენი ერის ისტორიას, ბევრი დიდი ადამიანი განუსჯელად ვარდებოდა ძალიან დიდ სოდვაში და ბევრი მწუხარება მოუტანა როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ქვეყანას. კეთილი. მამო გიორგი, თქვენ წეგან სიტყვა გონება ახსენეთ და როდესაც სულიერ განსჯაზე და სულიერ აზროვნებაზე ვსაუბრობთ, მე გითხოთ, აი თქვათ, რამდენად დიდია გონების როლი, გონების ჩართულობა და ასე თქვათ, მისი ხელმძღვანელობა სულიერი აზროვნების სწორად წარმართვისათვის. ადამიანის ანატომიურ აგებულებას თუ გადავავლევთ თვალ, ჯერ გონება, შემდეგ ბაგები, პირი, მუცელი და სხვა, ასე ვთქვათ, სხეულის ნაწილები. აქედან გამომდინარე, ყველაზე აღმატებული ადამიანში უნდა მივიჩნიოთ გონება, რა თქმა უნდა, გონება, რომელიც არის ქრისტეში. ძალიან ბევრი ადამიანს გონია, რომ გონიერია, განათლებულია, განსწავლულია, ბევრი რამე იცის, მაგრამ ეს მათი ადამიანური მშვენიერი გონება. და როცა ჩვენი გონება აუცილებლად იქნება ქრისტეში, ქრისტეს სარწმუნოებით განწმენდილი, მოციქულების და მამების სწავლებით შევსებული, ეს გონება ყოველთვის ემორჩილება გულს, ჩავა გულში ლოცვით და ადამიანი გული ცნობა და გონება ერთმანეთზე და კიდია რა ერთი წავა ისინი წავლენ და მისკენ მიდიან. ანუ გული, გონება და ცნობიერება უნდა იყოს ერთად ახსილი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ადამიანის გონება რომ საკმარისი ყოფილიყო მისი აზროვნებისთვის, მისი ცხოვრებისთვის განწმენდილი, მაშინ ბუნებრივია აღარ განკაცდებოდა იესო ქრისტე, აღარ იქნებოდა საჭირო ამდენი მამების სწავლება, ამდენი ისე თქვა ცოდნა, რომელიც მოგვეცა ზევიდან ქვევით, ანუ ჩვენი განსწავლა მოხდა ღვთაებრივი ცოდნით, რომელიც არ არის მშვენიერი და არის მარადიული, შემეცნებითი, უკვდავი და ზე ქვეყნიური. აქედან გამომდინარე ადამიანი უკვე ნაკლებად იქნება საკუთარ გონებას მინდობილი და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. მაგრამ ხშირად როცა ჩვენი გონებით ვცოდავთ, ჩვენი გონებით, ჩვენი არასწორი აზროვნებით ვარშავებთ, აი მერე გვიან გვახსენდება რომ თურმე საჭირო იყო ჩვენი გონების გადამოწმება ჭეშმარიტ სწავლებაში, ქრისტეს გონების ქონა ჩვენში და აი ეს ყველაფერი სამწუხაროდ უკვე გვიან გახსენებული ძალიან ასე ვთქვათ, ნაკლებად ეხმარება ადამიანს. სანამ დავიწყებთ მეტყველებას, სანამ დავიწყებთ ლოცვას, სანამ დავიწყებთ ადამიანთან დიალოგს, სასურველია გავაანალიზოთ, რომ მე ამ სიტყვას ვიტყვი ახლა იმ ადამიანს ეს როგორ გაიგებს. ჩვენ უცებ მოზღურები ვქადაგებთ ეკლესიაში, ან რამე შენიშნის მიცემა გვინდა ვისთან, მე ვფიქრობ ჯერ ახლა ამას რომ ეს უთხრა, რამდენად ეს გაიგებს, რამდენად გამოადგება მას, ან მიიღებს თუ არა ამას. შეგვიძლია სულ სხვა ვინმეს უთხრა, რომ მან ეს გაიგოს. და ასე შემდეგ ძალიან დიდი ფიქრი და განსჯა საჭირო, როცა ადამიანი ეს მშობელი იქნება, შვილი იქნება, მეგობარი მეგობართან იქნება თუ ასე შემდეგ, რომ კარგად დავფიქრდეთ, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ. როგორც კი შენს მეტყველებას განსჯაში მოაქცევ, სულიერ განსჯაში, არის ხორციელი განსჯაც, ნაკლებად სულიერი, რა თქმა უნდა, რომელიც უფრო ბოროტებისკენ და პირადი განდედებისკენ არის მიმართული. მაგრამ სულიერი განსჯა რას ნიშნავს, რომ შენ საუბრობ უფლისაზე, უფლისთვის, უფლისმიერი სიყვარულით. და ხორციელი განსჯა რა არის? აი მე რა მესიამოვნება, მე რა გამიხარდება, მე რა უნდა მითხრან, მე როგორ უნდა მომექცნენ. და სულიერი განსჯა არის, ოსაც ვფიქრობ, რომ სხვას როგორ უნდა მოექცეს, სხვას როგორ უნდა ასიამოვნო და შენი საუბარი სიკეთეს მოგიტანს თუ არა. აი ეს არის და ადამიანი ამას არ ფიქრობს, მისი ვაგებიდან ხშირად ბოროტება გამოდის და ადამიანები მერე განერვიულებული, აღშფოთებულები, აღელვებულები ერთმანეთს ასესხლიანებენ, ეჩხუბებიან, დასცინიან, გულს ატკენენ და მერე უკვირთ რომ მე ხომ მას სიმართლე უთხარი, მე ხომ მას თქვა აი მე გულით უთხარ და ეს გულით ნათქვამი არ არის, გულით ნათქვამი არის სულიერი ნათქვამი, ის რაც უფლისმიერია, სულიერია, სახარებისეულია და ასე შემდეგ. გული არ გაიწმინდება ალბათ მამაო, თუ თქვა გონება არ გაიწმინდა თავდაპირველად, ხომ აქედან მომდის გული და გონება კავშირშია ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, აი ნახეთ, სამომბრძენი როგორ ლოცულობს, როცა მას ეკითხება უფალი რა გინდა რომ შენ მოგცე,
მომეცი ბრძენი გული, რათა გავარჩიო რა არის კეთილი და ბოროტი. თუ ადამიანს ბრძენი გული აქვს, ესე იგი მისი განწმენდილია, მისი გული არის განწმენდილი და მასში ცხოვრობს იესო ქრისტე და გონება ეკითხება მერე გულს. იმიტომ ხანდახან ისე რომ გონებას ერთი სურს და გულს მეორე და საკურთხეველი უფლისა ადამიანის გონება კი არ არის, ადამიანის გულია. მას ხო არის ბრძანებს რომ მე ვდგევარ თქვენი გულის კართან და ვაკაკუნო არა გონების კართან, არამედ გულის კართან. და თუ ჩვენ გულში შემოუშვით ქრისტე, ანუ ჩვენი გული განიწმინდება ყოველგვარი მზაკვარი, საკული და საეშმაკო მეტყველებისგან და შემდგომში ჩვენი გონება დაეკითხება გულს და გული ცნობა და გონება ეაზროვნებს სულიერებით, თავდაბლობით, სიყვარულით და ამდენი ბოროტება ქვეყანაში აღარ იქნება, ამდენი დაპირისპირება, ამდენი რისხვა, განშა, განკითხვა. ხომ მოიხსენებათ რომ თითქმის ყველა მეორე ადამიანი განკითხვაშია ყოველ წამს და ყოველ წუნს. აბა დაფიქრდი, შენ რომ სხვამ გაგიკითხოს, გაგიხარდება, არ გაგიხარდება და თუ ამას გაიაზრებ რომ არ გაგიხარდება, არ სხვას არ გაუხარდება და ბუნებრივია, ეს უკვე განშა და ამ განშით შენ უკვე ძალიან ბევრ ადამიანს გულს აღარ ადგენ. ჯერ საკუთარ თავს აღარ დააზიანებ, ბუნებრივია და არც სხვა ადამიანებს უკვე აღარ დააზიანებ. ასე რომ კონდეს სულიერი განსჯა, რაც არის უფლისმიერი აზროვნება. აი, შეიძლება ვეკითხებიან, მამაო, ეს არის თუ არა უფლისნება? ადამიანი მოდის, გეკითხება რომ მინდა უფლისნება ვიცოდე და უკვე მას თავისი ჩამოყალიბებული ნება გააჩნია. ჯერ უნდა დავამსხვრიოთ და განვაქაროთ საკუთარი ადამიანური აზროვნება და ადამიანური ნება. ადამიანური ნება რა არის? ყოველთვის მე, ეგოიზმი, მე რა მესიამოვნება. ან თქვა ჩემი ოჯახის წევრს რა ესიამოვნება. არა, ჯერ უნდა ვფიქროთ იმაზე, თუ გვინდა რომ სულიერი განსჯა იყოს მართლა ღვთაებრივი, რომ რა არის უფლისნება, რა ესიამოვნება უფალს შემდგა. აი დღევანდელი დღე რომელიც გამითენდა, როგორ უნდა დამიღანდეს, რითი ვასიამოვნო უფალს, შემდგომში მოყვას და თუ დრო დამრჩება, მე უკვე საკუთარ რაღაც გარკვეულ სიამოვნებაზე შეიძლება ვიფიქროთ. ესეც რასაშვებია. მამოგიო დამრჩება დრო. რასაკვირველი. მეც მაქვს წმინდა წიგნიდან ციტატა ამოწერილი და ასე ვთქვათ გამართლებული რომ იყოს მისი წაკითხვა, როცა სულიერებაზე ვსაუბრობთ, მინდა წინასწარ ვთქვათ ალბათ, რომ სულიერ აშლილობებსაც უნდა შევეხოთ, რა წერან ახსენეთ თქვენ სიტყვები, შფოთი, აშლილობა, ნერვიულობა, ადვილადწყობიდან გამოსვლა ადამიანებს და სხვადასხვა პრობლემები. Αλλά როცა ჩვენ სწორ სულიერ განსჯაზე ვსაუბრობთ, სულ არ აქვს ამ შემთხვევაში ადგილი ამ სწორ განსჯას და საოცარ ამის ვკითხულობთ სიბრძნე ზირაქისა წიგნში. ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება, დღეგრძელობა მისი. დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუგუპავს და უსარგებლოა იგი. ანუ ისიც აღსანიშნავია ალბათ, რომ ადამიანის სულიერ სამყაროზე ბოროტისეული ძალები სახდენენ. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ალბათ უნდა თქვათ ზემოქმედებას. აი როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა აი ამ მას თავი რომ არ მიეცეს აი იმას რაც ეხლა როდესაც განისხებული ხარ და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამით სრულიად ამჩნევს სიცოცხლეში. ჭირდეს მაშინ უნდა გონებანი გონიერესა. როცა კი გაგიჭირდება პირველ რიგში თქვათ მოდი როცა ახლობელი გარდაგეცვლება თქვათ ხომ? ან რაღაც გარკვეული გაიგე რაღაც გარკვეული მძიმე შენი შეგეყარა შენ ან შენ ახლობელს. მაშინვე ადამიანი კარგავს გონიერებას, უსუსური ხდება, მიაშურეს მკითხავს, ამჩხიბავს, ან თქვათ რაღაც უაზრო მოქმედებას ჩადის. აი მაშინ უნდა შემოვიკრიბოთ გონება ზუსტად და მივაშუროთ ეკლესიას. მაშინვე მოძღვარი, მაშინვე სახარება, მაშინვე მამათა სწავლება და ჩვენი გონება მაშინ ყველაზე კარგი პაციენტი არის ადამიანი ეშმაკის. აი დაკვირვებული ხართ ალბათ, როცა ადამიანი შავებით შემოსილია ან წვერმოშებულია, მაშინ მიდის მასთან იეღოვას მოწმე და იწყებს მისი ცრუ სწავლების გადაცემას. ანუ მისთვის ეს არის ხელსაყრელი პიროვნება, როცა ადამიანი გაჭირვებაშია და ალბათ გინახავთ ადამიანი, რომელიც გაჭირვებაში ყველაფერს ებღაუჭება და ამ დროს რაც მთავარია, იმას კი არ აკეთებს, რომ სულიერი განსჯა ამუშავდეს მის გონებაში და მიაშუროს ეკლესიას, არამედ ბრინჯივით იბნება, აქეთ-იქით მოკლედ მიეხეთქება, მოეხეთქება, აი ამ ცხოვრებისეულ ტალღებისგან აღზრული ნავსაყუდელი არ გააჩნია რომ მივიდეს და ღუჟა ჩაუშვას და მივიდეს მოძღვართან და მოძღვარს კალთაზე ჩაებღაუჭოს და სთხოვოს მამაო დამეხმარე, ან თქვას უფალო შემიწყალე, ან თქვას მამაო ჩვენო, არა ეს ყველაფერი მას ავიწყდება, რატო? რომ მის გონებაში ეს ყველაფერი არ არის სამწუხაროდ ჩაბეჭდილი და მის გონებაში არის ის, რაც ესმის 24 საათი ყვითელი პრესიდან ცრუ
ქადაგებებიდან და სწავლებებიდან და მაშინვე ეშმაკთან მიდის ადამიანი, ეშმაკი კიდევ შენ მოხვედი ჩემთან, ხო? მაშინვე სრულ სიმშვიდეს, სრულ სწავლებას, სრულ დარიგება და ადამიანი უფრო ღიზიანდება. დროებით შეიძლება რაღაცა სრულ მუგეში მიიღოს ადამიანმა სრულ სწავლებებისგან და გარკვეული მოგეხსენებათ ნათელმხილველებისგან და ექსტრასენსებიდან და ასტროლოგებიდან და ადამიანი დროებით შეიძლება განთავისუფლდეს, მაგრამ ის მალევე მიხვდება, რომ ეს ყველაფერი იყო მირაჟი, იყო სიცრუე, სრულ რეკლამა და უფრო უარეს დეპრესიაში ვარდება და რა არჩება მას, მერე ინადგურებს საკუთარ სიცოცხლეს. ანუ თავს იკლავს ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, ბუნებრივია, არის ყველაზე უგუნური, მას არანაირი განშის უნარი არ აქვს. ადამიანი ხო დაფიქრდება და იტყოდა, ეხლა მე დროებით ტანჯვაში ვარ და რომ თავი რომ მოიკლა, ხომ არადიულ ტანჯვაში გადავალ. აი ეს ადამიანმა რომ იცოდეს, თავს ხომ აღარ მოიკლავდა, ხომ აღარ მივიდოდა, ასე თქვა მკითხავთან და ასე შემდეგ. ასე რომ აი საჭიროა სიმშვიდით ყველაფრის გაანალიზება. ეს სიმშვიდე იკარგება ჩვენში, იმიტომ რომ არ არსებობს, იმიტომ რომ არ ვლოცულობთ, იმიტომ რომ არ მარხულობთ, იმიტომ რომ არ აქვს მოძღვარი, იმიტომ რომ ერთი გადაგება არ აქვს მოსმენილი და სახარება არ აქვს წაკითხული. პირველი მაშინვე გადაშალეთ სახარება, ბიბლია და წაიკითხეთ. როგორც კი დამშვიდები, მაშინვე მიაშურე მოძღვარს. ჩვენ ადამიანი არ მოდის ეკლესიაში, ასე თქვა, ვეკითხებით მოძღვრები რომ სად იყავი უშლო და დიდი პრობლემები მქონდა, პასუხობენ. და დიდი პრობლემები რო ქონდა, დიდი გასასწრებში რო იყავი, საწახვედი ამ დროს. თვითონ ადამიანი ცდილობს რომ აი ამ ცხოვრებისეული მორევიდან გამოვიდეს და აპატეთ აჭყაპუნებს ხელებს, მაგრამ თუ ღვთის მადლი და ღვთის განშა და წყალობა არ იქნება, ის მაშინვე ჩაიძირება. ასეთი ნათქვამი აქვს შედარებით ნაკლებად მორწმუნე ან ათეისტებს, რომ თუ ესე იგი ხელი არ გაატოკე, ბუნებრივი არ გეშველება არაფერი, რა თქმა უნდა, ხელი უნდა გაატოკო, მაგრამ თუ ღვთის წყალობა არ იქნება, თუ სულიერი განშა არ იქნება, თუ ღვთის მადლი არ იქნება, რამდენიც გინდა ატოკო ხელები, მაინც ჩაიძირები, ხო, რა აზრი აქვს. და ძალიან ბევრი ადამიანი იზირება თავის ამპარტავნებით, თავის უგუნური განშით, არასწორი ცხოვრებით. აი არის ხალხი, რომელიც იცხოვრა 50-60 წელი სულიერი განშის გარეშე და ყოველთვის ფიქრობდა, რომ ცხოვრობდა სწორად, არავისი შეგონება არ ჭირდება, არავისი დარიგება არ ჭირდება და მისი ცხოვრება არის თავდაყირა. და ასე ბერდებიან, ასე გარდაიცვლებიან და მაინც არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათ არასდროს არ უფიქრიათ ისე, როგორც უფალს უნდა, ისე, როგორც ეკლესია ასწავლის, ისე, როგორც სწორი და მართებულია, ზუსტ ვინც მათ ჭკუაზე არიგებთ. თუმცა ჭკუაზე დაარიგებელი ძალიან ბევრია, რომელსაც საკუთარი თავი ჯობია დაარიგოს ჭკუაზე, მკურნალმა საკუთარი თავი უნდა განკურნოს და მერე სხვას უნდა ესაუბროს. აი ჩვენ როცა მოძღვრები ასე თქვა ჭყალებში ვქადაგებთ, ყოველთვის გვიყვარს მოხმობა ციტატების, ხო? იმიტომ რომ ჩვენ არანაირი სიბძნე, არანაირი განშა არ გაგვაჩნია თუ არა ღვთაებრივი, თუ არა უფლისმიერი მოცემული ზევიდან ქვევით. და ჩვენი ქადაგება ყოველთვის იქნება მართებული, თუ ვილაპარაკებთ უფლის სიტყვებით და მოციქულების და წმინდა მამების სიტყვებით. და თუ ეს ჩვენ გვეცოდინება, ყველაფერი ღვთის წყალობით იქნება კარგად. 2 წუთი გრჩება დაახლოებით მამაო და კიდევ მინდა ერთი კითხვა დავსვამ, ჩვენ როდესაც სულიერ განსჯაზე და სულიერ აზროვნებაზე ვსაუბრობთ, სწორ სულიერ აზროვნებაზე ბუნებრივია. სულიერი განწმენდის გარეშე რამდენად შესაძლებელია ის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით არსებობენ ადამიანები, რომელთაც თავიანთი სიმართლე აქვს და უწმიდეს ქადაგებს ხოლმე, რომ არაერთხელ უთქვას უпростоრად თავის ქადაგებაში, რომ ეს კატეგორიული აზროვნება, რომ მე რასაც ვამბობ ეს სიმართლეა, ეს დამღუპველია ადამიანისთვის. მე ასე ვფიქრობ, ეს არის მწვალებლობა და არა ისე როგორც უფალი ფიქრობს. მეთქე ძალიან მარტივად, მონები ყავს ეშმაკს, მეგობრები ყავს უფალს. თუ გინდა რომ შენ იყო უფლის მეგობარი, უნდა განიწმინდო, უნდა ისწავლო და როცა ღმერთი ასწავლის მოციქულებს, მას უწოდებს თავის მეგობრებს. ანუ წმენა და სიყვარული და ცოდნა არის აუცილებელი ყველაფერი სულიერი განშის ნაყოფი, ვინც განწმენდილია, ის აზროვნებს სწორად და მისი ცხოვრება იქნება განწმენდილი, თავდაბლური, სიყვარულით აღსავსე და ბედნიერი. ადამიანები ფიქრობენ ალბათ იმას, რომ ჩვენ მოვირგოთ ეს წესჩვეულებები ასე შემდეგ და სწავლება ეკლესიური და არა ის რომ თქვა ჩვენ ვისწავლოთ და ჩვენი ღმერთი შექმნეს ისეთი, როგორც მათ აწყობთ და ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთები, როგორც ღმერთს უნდა რომ ჩვენ ვიყოთ. აი ამ განწმენდას სწორედ რომელიც ახლა ბოლოს ჭირდება ლოცვა და ჩვენ მეგრულ მაყურებელმა იცის რომ სწორედ ეს დრო მოახლოვდა ახლა ჩვენს ეთერში. მანამდე შეგახსენებთ რომ ნარიყავას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ სულიერ აზროვნებაზე, სულიერ განჟაზე ვსაუბრობდით. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ეთერში.